როგორ ხარ? ზაზა ბურჭულაძე ყოველგვარი წარდგენების გარეშე მეგობრებო ამას ველოდი ყველაზე მეტად წარდგენას და ამის გარეშე დარჩი. წელისთვის ხო პრინციპში ერთ-ერთი ბრძოლა ეგ არის. მე ვიტყოდი ალბათ იარაღი. მე ვარ აუთსაიდერი. შეგიძლია არ უსმინო ეხლა თუ გწვენია ეგეთი მომენტები. ჩემი სიმღერა არის შენი მსვლელობა რომ გადარჩე. ეს დონ კიხოტის სიდიადია. ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის თამაში. განათებაშია სხვაობა რა. რაღაც მიზანს უსახავ შენ ტექსტს. არგი შეკითხვა არის, ეს არის წერლის შეკითხვა. ვერ დასცინებ თუ არ გიყვარს. მარცვალი საიდანაც შენი ტექსტი იზრდება. ყველაზე უკეთ იმალები, როდესაც შენ დგახარ ყველას წინაშე შიშველი. იმად გონიათ რომ ხედავენ. თავს აწონებ მკითხველს მაგ დროს. ამაზე მე და ჩანშუს ძალიან ბევრი გულაპარაკია. ზადა ბურჭულაძე არ არის ავტორი, რომელსაც ყველა წაიკითხავს. მე არ მინდა რომ გაგების აქტი შედგეს ვიღაცეებთან. მე განდეგილი ადამიანი ვარ, დავით, ეს ჩემი არჩევანია. ვის აკითხებ პირველად ტექსტს? ოხ, კარგი შეკითხვაა რა. რატო? სხვადასხვა ფორმით ახსნილი სიყვარული არ ყოფნის მიმართ. რასაც ახლა ვაკვირდები, ძალიან შეცვლილი ხარ. მართალი აღმოუჩნდი საკუთარ წარმოდგენაში შენ მიმართ. ბინგო. ეგ კარიერა მიატოვე მოკლედ? ეპატაჟისტის? მაგითი ხო кайფობდი აშკარად ახლა. ხო, რა თქმა უნდა. მე ვიტყოდი ბენზინი იყო. გამოდის რომ რაღაც ბრძოლაში იყავი. ვერ გამოვიცანი ბაცილა. შე ხო ხარ მეგასტარი ახლა. რამდენი გსნობს გულახდილად? ბევრი კი, ბევრი. და აი ამ ცნობადობის მიუხედავად საჭმელი არ მქონდა. და ეხლა უმთავრესთან მივდივართ. წერთ, არაფერი ხდება, არაფერი წერთ და უცებ ბუმ. და მოდის რაღაცა.